ეს საერთო გაშლანა შემოგთავაზეთ ახლა. ვისაც გაინტერესებთ, იფიქრეთ თქვენ თავზე და თქვენ პარტნიორზე, ვისაც გაინტერესებთ. რა უნდა იცოდეთ ახლა მასზე და რაც არ იცით, ისეთი რა უნდა იცოდეთ, რაც გეტყვიან მაღალი ძალები, შევეცდები რომ ყველაფერი გავარკვიოთ და გითხრათ ის რაც ფარულია თქვენთვის, მასთან დაკავშირებით. რაზე ნერვიულობს, რა უხარია და ნახოთ, რას გვაჩვენებს კარტი და სამყარო. თქვენი მხრიდან აუცილებელია ლაიკები, იმისთვის რომ მიიღოთ ეს გაშლა, მიიღეთ, დამიწერეთ კომენტარებში რომ ღებულობთ და საერთოდ გაშლები რა თემატიკასთან დაკავშირებით გაინტერესებთ და რა გინდათ ხოლმე რომ საერთო გაშლად გავაკეთო, ისეც დამიწერეთ კომენტარებში. აუცილებელია, ასე ვთქვათ, ენერგოცვლისთვის გამოწერა და ლაიკება, გაზიარება და ასე შემდეგ თქვენი მხრიდან, ანუ იმისთვის რომ მე ვდებ თქვენთვის ენერგიას და ძალას და დროს, თქვენი მხრიდანაც რაღაცა მადლობის ნიშნად ორივე ჩემთვისაც თქვენთვისაც აუცილებელია ეს ყველაფერი. პირადი გაშლები ვისაც გაინტერესებს, მომწერეთ პირადში. წავედით ახლა გავიგოთ, ვინ ხართ თქვენ ამ ურთიერთობაში, მოდი გავიგოთ ასეთი ინფორმაცია, რაღაცა გადავარ. და გადავარდა მაღალი არკანი მე-12 დაკიდებული მსხვერპლის კარტია, ეს არის გაშიშებული მდგომარეობა, მსხვერპლად გრძნობთ ამ ურთიერთობაში თავს. რატომ? იმიტომ რომ რაღაცა კალოდის ძირში არის. მეხუთე მაღალი არკანი დღეს საერთოდ საოცარი დღე არის, 10 კარტიდან 7-8 ამოდის მაღალი არკანები. ალბათ ენერგეტიკულად გრძნობდი ამ ყველაფერს, რომ დღეს რამოდენიმე საშუალების მიხედვით გამეკეთებინათ თქვენთვის რამოდენიმე თემატიკაზე გაშლები და ყველა გადმოდით და თუ ეს გაშლა არ დაემთხოვა ჩემ გვერდზე, სხვა გაშლებიც აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ ძალიან ეტყობა ატმოსფერო არის ენერგეტიკული ისეთი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია უმეტესობისთვის ცხოვრებისეული, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი ენერგეტიკული, აქედან გამომდინარე დროც მაქვს და შეგერგოთ, ასე ვთქვათ, და მიიღეთ ყველა კარგი გაშლა 100%-ით აღსრულებოდეთ, მთელი გულით გისურვებთ. მაგრამ საქმე იმაში, რომ თუ ეს არ დაემთხოვა, გადმოდით ჩემ გვერდზე და სხვა გაშლები არჩიეთ და უყურეთ, უიწონეთ, გააზიარეთ, ასე ვთქვათ, ეს გაშლები. დაკიდებულ სიტუაციას აჩვენებენ, შესაძლებელია თქვენ მეუღლესთან დაკავშირებით იყოს საუბარი, ეს არის ადამიანი, რომელთანაც უკვე ჯვრისწერა და ხელის მოწერა გაკავშირებს და ასე ვთქვათ, ჯაჭვებით ხარ მიჯაჭვული, უკვე ამ ქვეყნად და იმ ქვეყნად ამ ადამიანთან იქნება ასეთი ნაწილი იქნება ისეთია, ვინც რაღაცა სულიერებას გიმაღლებს და თქვენი მასწავლებლის როლშია, შესაძლებელია თქვენი სულიერება გაზარდა, შესაძლებელია საერთოდ ტაძრისკენ გზა მიგასწავლოთ, ასეც იქნება რაღაც ნაწილისთვის, აი ლოცვებში ჩაგაფლოთ, ასე ვიტყოდი, დილას საღამოს ლოცულობთ მასზე თუნდაც, მაგრამ ღმერთისკენ შემოგაბრუნათ და ესეც უკვე ერთგვარი კარმული მომენტია, რომ აი თავისი ის რაღაცა საჭირო რაც იყო რომ თქვენ გაგეკეთებინათ, ის თავისი მოვალეობა შეასრულა, ასე ვიტყოდი, რაღაც ნაწილისთვის ასე იქნება. შესაძლებელია უბრალოდ აი ამ დაკიდებული სიტუაციიდან თქვენი თავი მიაშურეთ, კიდევ ვიმეორებ, სულიერ მდგომარეობას უფრო მეტად. ეს შეიძლება იყოს ზოგისთვის რომ იპოვეთ თქვენი საჭირო და თქვენთვის საჭირო პაპი პირველიდან დავიწყებ, მღვდელი, მამაო, ვისაც ახსარება ჩააბარეთ, ვინც თქვენი სულიერი, ასე ვთქვათ, წინამძღვარი გახდა, ასევე იქნება ადამიანი, შეიძლება რაღაც ნაწილისთვის თქვენი ფსიქოლოგი იპოვეთ, თქვენი ტაროლოგი იპოვეთ, თქვენი ნუმეროლოგი იპოვეთ, ადამიანი იპოვეთ, ვინც სულიერად გავსებთ და აი ამ მდგომარეობას მას უზიარებთ, როგორც სულიერ მეგობარს, როგორც მღვდელს, ახსარებას აბარებენ, ასე თითქოს მასთან დაფარული არ გაქვთ და ყველა თქვენ აი კუნჭულის, ასე ვთქვათ, შიშებს და დეტალებს და თქვენ მინუსებს, პლუსებს ამ ადამიანთა, ასე ვთქვათ, გულს ამოიღებთ და დებთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად თქვენი ესმის, თქვენ სწორ მიმართულებას გაძლევთ, თქვენ იმ გზას გაჩვენებთ, რომელიც რეალურია და რომელიც თქვენთვის სასიკეთოა, მოდი ესე ვიტყოდი. კიდევ ვიმეორებ, ტაროლოგი იქნება ზოგისთვის ასტროლოგი, ფსიქოლოგი, ნუმეროლოგი, მღვდელი, ყველას თქვენი გეყოლებათ საერთო გაშლაში, მაგრამ აი ამ მდგომარეობამ, აი ამ დაკიდებულმა სიტუაციამ მიგიყვანათ იქამდე, რომ აი ეს თქვენი
სულიერი, ასე ვთქვათ, მამა, სულიერი დამხმარე, მეგობარი, ერთგვარი შეიძლება შორ დისტანციაზეც კი და სოციალური ქსელით, მაგრამ იპოვეთ ადამიანი, ვინც რაღაცნაირად გამშვიდებთ, მოდი ესე ვთქვათ, თუ ატყობთ თქვენზეა ეს გაშლა, მე იდენტიფიკაციას აღარ ვაპირებ და მოდი გავიგოთ თემა იყო რა. თემა იყო რა უნდა იცოდეთ მასთან დაკავშირებით, კარტები თავისით ამოცვივდა და მე ამ ყველაფერს ტუს შეძლიო და პაშთასიო მიჩვენებენ. აქ შეიძლება საუბარი იყოს სტატუსის ან ასაკის სხვაობაზე, საერთო გაშლაში თქვენ თავზე მოიგეთ ორივე სქესისთვის არის გაშლა, შეიძლება ადამიანი თქვენზე ასაკით პატარა და ამას აჩვენებდეს კარტი, ან სტატუსით პატარა, უბრალოდ თქვენთანამდებობრივად უფრო მეც გამოიმუშავებთ, უფრო მაღალ სტატუსზე და მაღალ ხელფასზე მუშაობთ, ყველას თქვენი გექნებათ. ტუს ჟეზლით ეს არის ახალი ცეცხლი, ახალი ენერგია, ახალი მიჯაჭვულობა, ასე ვიტყოდი ამ ადამიანის ტუს ჟეზლი, ტუსთასი, ორი ტუზი ზედიზედ, კალთის ძირში არის ტუსთასი, ეს არის თქვენი ემოციური გარდამავალი პერიოდი, რომელიც თასით გავსებთ და ის თასიდან გადმოდის, ეს არის სიყვარულის კარტი, ეს არის ემოციური ტალღები, ასე ვიტყოდი, რომელსაც უკვე თქვენი აი ეს თასი ვეღარ იტევს ხოლმე. ეს შეიძლება იყოს როგორც დადებითიდან ემოციურად დადებითად და ბედნიერების შეგრძნებით გავსებთ ეს ადამიანი, ასევე შეიძლება იყოს ნეგატიურისკენ, ეჭვიანობისკენ, შეიძლება თასი ვეღარ იტევს, იმდენს ეჭვიანობთ, იმდენს ფიქრობთ, მაქსიმალური ემოციების კარტი გაქვთ მოკლედ ამ ადამიანთან მიმართებაში. ადამიანი შეიძლება კიდევ მეორე ასაკით პატარა იყოს თქვენზე, ან უბრალოდ პაშთასით ეს არის ახალი შეყვარებულობის მომენტი, ახალი ურთიერთობა, სადაც თავს გრძნობთ პატარა ბავშვივით, პეპლები დაგიფრინავთ, ემოციური ფონი გაქვთ, მოლოდინის რეჟიმში ხართ, ტელეფონის ზარზე იქნება SMS-ზე თუ სოციალური ქსელიდან მიღებულ რაღაცა ხმოვან, ასე ვთქვათ, მესიჯებზე, გამალებით, ასე ვთქვათ, ელოდებით აი ამ ხმას, აი ამ მიიღებთ თუ არა ხმას, ელოდებით რომ მისგან არის თუ არ არის, აი ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ემოციური ფონი მოდის თქვენი ამ ადამიანთან მიმართებაში, რა უნდა იცოდეთ მასთან დაკავშირებით. ამ ადამიანს გეტყვით რომ თასი უჭირავს თქვენთან მიმართებაში. გრძნობები აქვს, რა გრძნობებია ეს თქვენთან მიმართებაში? ტუსხმალი, მესამე ტუზი. საერთოდ სამი ტუზი როცა ამოვიდა და ძველი, ასე ვთქვათ, ლეგენდა თლათ არ არის, როგორც მე ვიცი. ლეგენდაზე მეტია, ანუ სამი ტუზი როცა ამოდიოდა ჩაფიქრებული იმასთან დაკავშირებით, რა თემატიკაც იყო, ტაროლოგი უკვე ასრულებდა ამ გაშლას და ეს იყო მინიშნება იმისი, რომ ეს ჩაფიქრებული სურვილი და კითხვა აუცილებლად ასრულდებოდა. ამ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი ფიქრები გეტყვით თქვენთან მიმართებაში. სამი ტუზი ამოვიდა და ვეცდები რომ სანამ დრო მაქვს მაქსიმალური ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუმცა აქ უკვე შემიძლია წერტილი დავსვა და დავასრულო ეს გაშლა, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ და რა უნდა იცოდეთ ამ ადამიანთან მიმართებაში, გაიგებთ ამ ყველაფერს ტუსხმალით, შეიძლება ცოტა თქვენი ეგო წამოეგოს და თლათ ისეთი ინფორმაცია არ იყოს და არ მიიღოთ, რასაც ელოდებით ემოციური ფონით. მაგრამ სიმართლეს გაარკვევთ, სიმართლეს ახდით, ასე ვთქვათ, ფარდას ამ ლაბირინთიდან, ამ სიყვარულის ჯაჭვების ლაბირინთიდან გამოსავალს მიაღწევთ და მიხვალთ აი იმ სწორ აზრამდე, რომელსაც სამყარო, ასე ვთქვათ, საბოლოო ჯამში თვალებს აგიხელთ, თუ ვინმეს რამე ეჭვი გაქვთ და ახელაზია საჭირო საქმიანობა, ამ ყველაფერს დაინახავთ, რეალურად სამყაროსგან გექნებათ ეს შანსი რომ დაინახოთ, თუმცა ეს არის ძალიან დიდი მიზიდულობა, ტემპერამენტი, ძალიან დიდი ნაკლულობა ფიზიკურ დონეზე ადამიანის მონატრება და შეგრძნება იმისი, რომ ამ ადამიანთან ერთად ხართ 64-ის ბაღში, რომ ეს გავსებთ, რომ ეს გჭირდებათ, მაგრამ ცხენა პენტაკლით ყურადღებით იყავით, ძალიან მეტი თქვენი ყურადღება გადატანილია უფრო ფინანსურ მხარეზე. და თითქოს მისგან რაღაცნაირ საჩუქარს კი არ ელოდებით, უფრო თითქოს ამით ირწმუნდებით, რომ აი ყვალს თუ მოგართმევთ, სუნამოს მოგართმევთ, სადმე წაგიყვანთ, ეს არის მისი ჩადებული ენერგია და მაშინ უყვარხართ, მაგრამ ცოტა ამისგან შორს იყავით, იმიტომ რომ ყველას არ აქვს აბსოლუტურად ესე იგი მაქსიმალური ფინანსური სიძლიერე იმისთვის, რომ სიყვარული ამითი გაჩვენოთ. რჩევა თქვენთვის რა იქნება ამ ურთიერთობაში, მოდი გავიგოთ. რჩევა არის პრინც თასით, ადამიანი რომ მოვა, მე-18 მაღალი არკანი მთვარე და ტუს პენტაკლი.
ნუ ჩაიძირებით ემოციებში და დეპრესიაში, ეს ადამიანი მოვა თქვენთან და თუ ძალიან გინდათ და